TBC კაპიტალმა კორპორაციულ პარტნიორებს საქართველოს ლოგისტიკის სექტორის შესახებ ახალი კვლევა წარუდგინა. ბოლო წლებში ქვეყანაში ტრანსპორტირებასა და დასაწყობებაზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად სექტორისადმი ინტერესი გაიზარდა. ამ ტენდენციის საპასუხოდ TBC კაპიტალმა მოამზადა პუბლიკაცია, რომელიც ადგილობრივი და გლობალური ტენდენციებით შექმნილ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს აანალიზებს. კვლევაში განხილულია საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია და შუა დერეფნის საქართველოს გავლით ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზრების დამაკავშირებელი სატრანსპორტო მარშრუტის კონკურენტუნარიანობა და პოტენციალი. TBC კაპიტალმა ტრადიციულად შეისწავლა ის სექტორები და ის თემები, რომელიც აქტუალური არის ბიზნესისთვის და მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული კითხვებზე პასუხი გაეცეს, რათა შემდეგ სწორად დაიგეგმოს მომავალი. ამჯერად ეს სექტორი იყო ლოგისტიკის სექტორი და ჩვენ შევისწავლეთ ის და გავაცანით აუდიტორიას მთავარი მიგნებები. მთავარი მიგნებები ლოგისტიკის სექტორში ძირითადად შეგვიძლია შევაჯამოთ ასეთნაირად დასაწყობებაზე მოთხოვნა გაიზრდება და გაიზრდება ასევე მოთხოვნა ტრანსპორტირებაზე ტვირთბრუნვის თვალსაზრისით მოთხოვნა გაიზრდება წლიურად დაახლოებით 5.5%-ით 2025-დან 2028 წლის ჩათვლით. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის მიგნებაც თუ როგორი არის საბოლოო ჯამში შუა დერეფნის პოტენციალი, რა გამოწვევები აქვს და რამდენად შეუძლია ამ გამოწვევების გადაჭრის შემდეგ შუა დერეფანს რომ აითვისოს 12 მილიონი ტონა გამტარუნარიანობა, რაც იგეგმება რომ იყოს მიღწეული და ჩვენი შეფასებით დაახლოებით 10 მილიონი ტონა გამტარუნარიანობა პოტენციალი აქვს შუა დერეფანს. სოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ინტერესი ლოგისტიკის სფეროს მიმართ. ამის მიზეზია, რომ ჩვენ წარუდგინეთ ჩვენს მნიშვნელოვან ბიზნეს პარტნიორებს ჩვენი მიგნებები და კვლევა ლოგისტიკის სფეროს მიმართ, რაც აუცილებლად დაეხმარება ქართულ ბიზნესს, როგორც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე დაგეგმაში. სექტორი TBC-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პრიორიტეტულია, მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ 33%-ით გავზარდეთ დაფინანსება და დღეს პორტფელი 214 მილიონს შეადგენს. ირინა კვახაძე TBC კაპიტალის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი არის ჩემთან ერთად. ირინა, მოგესალმებით, დიდი მადლობა შენი დროისთვის. ანუ რა გამოაჩინა, ესე ვთქვათ, ამ კვლევამ, ანუ კარგი ტემპით მიდის თუ არ მიდის აი ამ პოტენციალის ათვისება და თვითონ პოტენციალი, რეალური პოტენციალი რა აქვს შუა დერეფანს? ელენე, ჩვენმა კვლევამ ლოგისტიკა მოდი თავიდან იმას ვიტყვი, რომ საკმაოდ კომპლექსური სექტორი არის, მოიცავს ამ შემთხვევაში ბევრ მიმართულებას. ჩვენ დავაკვირდით ტრანსპორტირებას და დასაწყობებას, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნაწილია ლოგისტიკისთვის. რაც დავინახეთ არის შემდეგი ტრანსპორტირების მიმართულებით, რაც პრინციპში ბევრმა იცის და შევნიშნეთ, ზოგმა რიცხვებით შევნიშნეთ, ზოგმა ის რაღაცნაირად დაკვირვებით, ხო? პირველ რიგში ტრანსპორტირებაზე გაიზარდა მოთხოვნა. ხედავთ, რომ ტვირთბრუნვა გაზრდილია, ბოლო 10 წელს თუ დავაკვირდებით, სადღაც წლიურად ეს 5%-ით იზრდება. და 2022 წელმა ნაკადების გაზდამ, სავაჭრო ნაკადების, ჩრდილოეთ დერეფნის ნაკადების გარკვეულწილად გადმომისამართებამ შუა დერეფანზე კიდევ უფრო გაზარდა ტვირთბრუნვა. და საინტერესო ასევე ის არის, რომ ამ ტვირთბრუნვაში, თუ შიდა გადაზიდვებს არ დავაკვირდებით, ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ტრანზიტს. დაახლოებით 50% მოდის ტრანზიტზე. ეს ხაზს უსვამს იმას, თუ ეს ჩვენი გამტარი ფუნქცია რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ლოგისტიკის სექტორისთვის. დანარჩენი მოდის უკვე იმპორტზე და ექსპორტს საკმაოდ პატარა წილი უჭირავს, რაც გარკვეულწილად თვითონ ტრანსპორტირების და ლოგისტიკის სექტორისთვის არის გამოწვევა. მეორე დასაწყობების ნაწილში, რაც გამოჩნდა არის ის, რომ როდესაც ეს ტვირთბრუნვა გაიზარდა, შიდა მოთხოვნაც იზრდებოდა ამ წლების მანძილზე, სავაჭრო ნაკადებიც იზრდებოდა და დასაწყობების მოთხოვნაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა შეიქმნა. დავინახეთ, რომ სადღაც 9%-ით იზრდებოდა მთელი ბოლო 3-4 წელი დასაწყობებაზე მოთხოვნა და ასევე იგივე ტემპით, იმავე ტემპით გაგრძელებას ველოდებით დასაწყობებაზე მოთხოვნისთვის და კიდევ საინტერესო არის ის, რომ ბაზარი გაყვა რაღაცნაირად აი ამ შექმნილ სიტუაციას და ვხედავთ, რომ ნებართვები საკმაოდ გაზრდილი არის, გასამაგებული არის დასაწყობე ფართებზე შექმნილი გაცემული ნებართვები, ვთქვათ 2024-ში 2023-თან შედარებით და ეს ტემპი 2025-საც გამოყვა. ხო, აი გამოწვევებში, ვთქვათ, ძირითად გამოწვევებში ფიგურირებს რაიმე ტიპის, ვთქვათ, ინფრასტრუქტურული გამოწვევები, იმიტომ რომ 9%-იანი მზრდა, ვთქვათ, დასაწყობების მიმართულებით და
თუ 5%-იანი ზრდა მინიმუმ ნარჩუნდება ესე ვთქვათ ტრანსპორტირებაზე, ხო ამას რაღაც ინფრასტრუქტურაც უნდა აყვეს, ხო? უნდა აყვეს ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურაზე, მთლიანად ლოგისტიკის სექტორის, ხო? და გამტარუნარიანობაზე. ამას ბევრი მონაწილეებიც აღნიშნავენ ბაზრის. ასევე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეს მსოფლიო ბანკის ანგარიში, რომელიც აფასებს ქვეყნების ლოგისტიკურ განვითარებას, ლოგისტიკის ინდექსი. ქვია კი აქ ასე ვთქვათ 79 ადგილზე ვართ და ვთქვათ სხვადასხვა პარამეტრებით, როდესაც ვფასდებით, ყველაზე სუსტი პარამეტრი ჩვენი არის სწორედ რომ ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურაში მაგალითად სარკინიგზო გამტარუნარიანობა გასაუმჯობესებელია. ახლა დაგეგმილი არის პროექტი, როგორც გვეუბნებიან, რომელიც ამ გამტარუნარიანობას 12 მილიონი ტონიდან გაზრდის 58 მილიონ ტონამდე, თუმცა აქ არის ორგვარი გამტარუნარიანობა, ერთი არის სალიანდაკი, ანუ რამდენი ტვირთის გატარება არის შესაძლებელი ლიანდაკზე და მეორე სავაგონე. ჩვენ გამოწვევა გვაქვს სავაგონე გამტარუნარიანობაში, სადაც თქვათ საინტერესოა რა არის დაგეგმილი ჯერჯერობით აი ამ პროექტზე არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია და ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რაც უნდა გავზარდოთ სალიანდაკე გამტარუნარიანობა თუ სავაგონეც არ მივაყოლეთ, ვერ რეალიზდება ის პოტენციალი. ეს მნიშვნელოვანი პორტების თემა, რომელიც არაერთხელ უხსენებიათ თქვენს ეთერშიც დარწმუნებული ვარ, პორტის გამტარუნარიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა 85% დატვირთვაზე მუშაობს და გარდა იმისა, თვითონ მოდერნიზება პროცესების, პროცედურების, ჩვენ შეხვედრაზეც გამოიკვეთა, რომ არა მხოლოდ ეს თქვათ ტექნიკური ის არის, არამედ თვითონ მომსახურების ნაწილშიც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებებია შესატანი. ასევე ზვირადღირებული არის თავად საქართველოს სპორტები, მსოფლიოს სპორტებთან შედარებით, რაც კონკურენტუნარიანობას კვლავ მასში რა ქვია, აკლებს ხომ ჩვენს ლოგისტიკის სექტორს და აი ეს ყველაფერი ერთად უნდა გადაიჭრას იმისათვის, რომ საქართველო გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი. და ღრმაწვოვან პორტზეც აუცილებლად სათქმელი არის, ეს აუცილებელი არის იმისათვის, რომ დიდი გემები შემოვიდეს და ეს დიდი გემების შემოსვლა რაღაცა ის თვითმიზანი არ არის, საჭირო არის ხარჯების შემცირებისთვის და იმისათვის, რომ შემდეგ ის დიდი გემი, თქვათ, რომელიც შემოდის თურქეთში, არ დაიშალოს და ფიდერებით არ გამოიგზავნოს შემდეგ საქართველოში ტვირთი ეს კი დამატებით ხარჯთან არის დაკავშირებული გადამზიდავი კომპანიისთვის და დამკვეთისთვის და ირინა ამ კვლევაში თუ შეაფასეთ განსაკუთრებით ტრანსპორტირების მიმართულებით თქვათ აი ალტერნატიული მარშრუტების არსებობა და თქვათ ამ ეტაპზე რა იკვეთება უფრო კონკურენციაში შემცვლელია ესე ვთქვათ შუადერეფნის მარშრუტთან თუ შესაძლოა შემავსებელიც იყოს რაღაც დათქმების და რაღაც წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა ელენე ამ ზანგეზურის ახალი სავაჭრო მარშრუტის გარეშე ლოგისტიკაზე ლაპარაკი დღეს არ შეიძლება, ამიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, სიახლე არის და ცალსახად ალტერნატივა იქნება თუ არა შემავსებელი ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამხელა ტვირთი გაივლის შუადერეფანს და სხვათა შუადერეფანის ნაწილი ხდება თავად ეს ზანგეზურის ხომ შუადერეფანი არის ის რაც აკავშირებს ცენტრალურ აზიას და აზიას ევროპასთან და ზანგეზურის დერეფანი ზუსტად შუადერეფნის ნაწილი იქნება უბრალოდ ერთ-ერთი ალტერნატიული მონაკვეთი ხომ და ჩვენ როგორც ვხედავთ იმ განვითარებით რა განვითარებით ეს რეგიონები ერთმანეთთან ვაჭრობენ და რისი მოლოდინიც არის დაახლოებით 10 ტონა ტვირთის გატარების პოტენციალი არსებობს არა გამტარუნარიანობის თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური ფუნდამენტური მოთხოვნების გათვალისწინებით ამ დერეფანზე მომდევნო 5 წელიწადში. აი ჩვენი გამტარუნარიანობა შუადერეფნის საქართველოს გავლით არის 6 მილიონი და იგეგმება რომ გაიზარდოს 12-მდე. როგორც ამბობენ, ზანგეზურის დერეფანზე ჯერჯერობით ძალიან მწირი ინფორმაცია იმისათვის, რომ ძალიან ცხადი წარმოდგენა შევიქმნათ, სად ვიქნებით კონკურენტული შეგვავსებს თუ პირიქით თქვათ ალტერნატივას შექმნის, თუმცა დღეს რაც ვიცით არის, რომ 15 მილიონი ტონის გატარების პოტენციალი ექნება. შესაძლოა უფრო მოკლე მარშრუტი იქნება, თუმცა ამაზეც ძალიან განსხვავებული ინფორმაცია და იდება, ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ თქვათ 10 კილომეტრით ნაკლებია, ზოგი 50, ზოგი 350 კილომეტრით ნაკლები იქნება, ჩვენს მარშრუტზე ძალიან დიდია ბუნდოვანება. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ტრანზიტის დიდი ნაწილი, დავყოთ ნაკადებად, ეს არის თქვათ
აზერბაიჯანი, თურქეთის ნაკადი, რომელიც დაახლოებით 8% შეადგენს ჩვენ ტრანზიტში, შემდეგ არის ცენტრალური აზია, თურქეთი და ვფიქრობთ, რომ აი ეს ნაკადები, რომელიც ასევე დაახლოებით 8-9% არის განსაკუთრებით მოწყვლადი, რომ გადაერთოს ზანგეზურის დერეფანზე. ეს არის ჩვენი ტრანზიტის დაახლოებით 17%. და თუ კიდევ ვისაუბრებთ, თქვა სომხეთიდან ტვირთებს და ასე შემდეგ, აქაც გარკვეული რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს და აქ მოდის კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი. კი, ზუსტად. და რამე რეცეპტი? რეცეპტი, რა თქმა უნდა, არ არსებობს არასდროს არაფრის. რეცეპტი არის რეგიონულ ტემპი, რეცეპტი არის ტემპი, რეცეპტი არის არაეფექტურობების აღმოფხვრა და ვიცით ჩვენ თქვათ რა შემზღუდავი ფაქტორები გვაქვს, რა გზღუდავს პორტების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურული პროექტების სწრაფად განხორციელება, რაც შეიძლება ტემპი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეხლა დრო ასნერთ საათი წიგწიგებს რომ იტყვიან, ხო? ირინა, აი ამ ტვირთების გადმორთვის ტემპიც თუ მოცულობაც შეაფასეთ, ანუ ვთქვათ, რა ეფექტი იქონია, ანუ დამაკმაყოფილებელია, ვთქვათ, ის ეფექტი ან ის ტემპი ან მოცულობების თვალსაზრისით გადმორთვა. შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელია გაჩნდა რა მხრიდან შევხედავთ. თუ ვამბობ, რომ დაახლოებით 6 მილიონი არის შუა დერეფნის გამტარუნარიანობა, ეხლა ჩვენ ვიცით, რომ 4.3 მილიონმა ტონამ გაიარა შუა დერეფანი, დაახლოებით 70-80%-მდე დაიტვირთა. თუმცა, თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ტვირთი გაიზრდება, ჩვენ ვერ შევძლებთ ამ ტვირთის გატარებას, არა მხოლოდ საქართველოს, აქ შუა დერეფანში ჩართული არის ბევრი ქვეყანა, ხო, რა თქმა უნდა, ცენტრალური აზიის, ყველამ უნდა შეძლოს თავიანთი ინფრასტრუქტურის ისეთნაირი გაუმჯობესება, რომ გაზრდილ ტვირთს სათანადოდ უპასუხოს და ნუ საქართველოს თავის საქმე აქვს გასაკეთებელი. კი, აბსოლუტურად. და აი ეს ხშირად კეთდება ხოლმე აქცენტი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ წესები იყოს ჰარმონიზებული, ტარიფები იყოს ჰარმონიზებული და ასე შემდეგ, რომ ეს ტვირთი რო დაიტვირთება, მერე უკვე უწყვეტად წავიდეს. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა, ნამდვილად არის ერთ-ერთი გამოწვევა, აქ პრობლემა არის იმაში, რომ ყველა ქვეყანას, დერეფნის ქვეყანას სხვადასხვა წესები აქვს, სერტიფიცირების სხვადასხვა სტანდარტები, მრავალჯერ მოწმდება ტვირთი, თქვათ ერთგან რო შემოწმდება, შემდეგ ამდენ დერეფანში გამოვალი ტვირთი ბევრჯერ უნდა შემოწმდეს სხვადასხვა პროცედურებით. ეს რა თქმა უნდა ხარჯია. ერთი რო ხარჯია, დრო იკარგება უფრო მეტი და მესამე უფრო გარკვეულ განუზღვრელობას დამკვეთისთვის, ხომ არ იცის სად გააჩერებენ, როდის გააჩერებენ, რამდენი ხანი გააჩერებენ, რატო გააჩერებენ და მოკლედ ესეც პრობლემას ქმნის. ანუ ესეთი არსებობს დიდი ისინი ფაქტორები, რომელიც იწვევს არაეფექტურობას და არსებობს თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ ბევრი წვრილ-წვრილი მიზეზი, რომელიც ერთიანდება რაღაც დიდ პრობლემად და ამ შემთხვევაში ამას შეგვიძლია დავარქვათ ადმინისტრაციული დაბრკოლებები და ამ ნაწილშიც საკმაოდ დიდი ნაბიჯებია გადასათქმელი, რომ გაუმჯობესდეს ირინა, კერძო სექტორის მხარეს რა ხდება? ანუ ყავს თუ არა მოთამაშეები, ესე ვთქვათ, ვინც უნდა ისარგებლოს, ესე ვთქვათ, ამ ინფრასტრუქტურით და საბოლოო ჯამში ხო ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული. კი, რა თქმა უნდა, კერძო სექტორის თვალსაზრისით მოთამაშეები რა თქმა უნდა არიან გადაზიდვის სექტორშიც და სულ უფრო საინტერესო ხდება ყოველწესია ხო ეკონომიკის კანონები, ბიზნეს კანონები, კი, მიყვება, მიწოდება. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ გამოჩნდა დასაწყობების სექტორში. აი, როდესაც ვუყურებთ დასაწყობების სექტორის მიწოდებას, ჩვენ ვხედავთ, რომ თუ 60,000 კვადრატულ სასაწყობე ფართზე იყო გაცემული ნებართვა 2023-ში, 2024-ში გაიცა 205,000 კვადრატულ მეტრზე. 2025-ის 8 თვეში 100,000, ანუ ეს ინტერესი კვლავ გაგრძელდა. ეს საქმე კითხვა რაში მდგომარეობს, რა ტიპის სასაწყობე მეურნეობები გვაქვს. ჯერ არ მისულართ იქამდე და ისეთ სოფისტიცირებული არ არის ჯერ კიდევ მოთხოვნა, რომ გქონდეს ძალიან მაღალგანვითარებული ლოგისტიკური სერვისები, როგორც არის 3PL სერვისები. ისევ რაღაცა მარტივი სქემით ოპერირებს, თუმცა ნუ არსებული მოთხოვნა ესეთი არის. ეს ფრაგმენტირებული არის, ძირითადად ძალიან ბევრი მოთამაშეა და საინტერესო არის ის, რომ მსხვილი მოთამაშეები ამ სასაწყობე საჭიროებებს იკმაყოფილებენ თავად. სწორედ იმიტომ, რომ მათ კომპლექსური საჭიროებები აქვთ და არ დახვდათ ეს კომპლექსური სერვისი მეორე მხარის მიწოდება, ეს ვერ უზრუნველყო ჯერჯერობით, მაინც უფრო ნაკლებ რისკიან მოდელებში შედის
ჯერჯერობით სასაწყობე მეურნეობა. ან ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ შუა დერეფნის ამ დოზით გააქტიურება არის სანქციების შედეგი და როგორ შეიძლება ამის თქვა შენარჩუნება და განვითარება, როცა თქვა ეს სანქციები ან მოიხსნება ან შერბილდება. ისე შუა დერეფნის გააქტიურება მე ვიტყოდი რომ არ არის ამ თვალად ცალსახა რომ შუა დერეფნის გააქტიურება სანქციებმა გამოიწვია მხოლოდ უბრალოდ შუა დერეფანზე გაკეთდა დიდი აქცენტი სწორედ ამ სანქციების მერე. ჩვენ თუ შევხედავთ ახლა შუა დერეფნით ძირითადად უბრალოდ ჩრდილოეთ დერეფნით მაჭრობდა რუსეთი და ჩინეთი ევროკავშირთან, ხო? და ჩვენ ვხედავთ რომ დღეს ტვირთი რაც გადაიზრდება 2024 წელს თითქმის 95%-ით არის აღდგენილი ევროკავშირსა, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა ჩრდილოეთ დერეფნით. სანქციებიც და სხვა საქმეა, მაგრამ რაც ივაჭრებოდა რა ტვირთიც გადიოდა დაახლოებით 94% დაბრუნდა. მაგრამ ჩვენთან კლება არ შეინიშნება, ხო? ტრანზიტის. უბრალოდ ეს ნიშნავს, რომ ცენტრალური აზია, ცენტრალური აზიის გააქტიურება და ცენტრალური აზიის გააქტიურება რა თვალსაზრისით არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ ცენტრალური აზია ავითარებს შუა დერეფნის ინფრასტრუქტურას. ეს მის გეოპოლიტიკურ ინტერესებშიც შედის, რომ ჰქონდეს დივერსიფიცირებული სავაჭრო მარშრუტები და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ძალიან ფუნდამენტური და მყარი მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ არ გვგონია, რომ თუ კი სანქციები მოიხსნება, სანქციები თუ მოიხსნება, უფრო მეტი ვაჭრობა იქნება ევროკავშირსა და რუსეთს შორის. კი, და იქნება ზღვით და იქნება ჩრდილოეთ დერეფნით. ჩრდილოეთ დერეფნის კიდევ ერთი ისეთი უკანდამხევი არის ეს ამდენწლიანი პაუზა ინფრასტრუქტურის განვითარებაში და კიდევ მომავალში არ ვიცით, რამდენი ხანი ვერ შეძლებს რუსეთი განვითარებას ინფრასტრუქტურის. ხო, ძალიან დიდი კითხვის ნიშანია, რომელსაც ძალიან რთულია რომ ვუპასუხოთ, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ერთ წელიწადში და ორ წელიწადში ვერ მოხდება, ხო? ნამდვილად და ზუსტად ამიტომ აქ უნდა განვითარდეს სწრაფად. ზუსტად ამიტომ ჩვენ დრო არ უნდა დავკარგოთ. მე ვიტყოდი რომ დრო არის გადამწყვეტი დღეს და ძალიან სწრაფი ტემპით ლოგისტიკის განვითარება და ინფრასტრუქტურის განვითარება. ურმესი მადლობა ირინა, ძალიან საინტერესო მიგნებებისთვის. ირინა კვახაძე, TBC კაპიტალის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი იყო ჩემთან ერთად.